დეკლაში ბავშვებმა ფარდა ჩამოვხიეთ და 5 ლარი მაქვს მისატანი ფარდის ფული. ჩამოვხიეთ რას ნიშნავს? ჩამოვხიე. შენც მონაწილეობდი? მე არ ჩამომიხევია, მაგრამ მასწავლებლმა მითხრა, რომ შენ ხელს უწყობდი, რომ ჩამოეხიათო. დედა ნუ გამაგიჟე, ბიჭო, რას ნიშნავს ხელს უწყობდი რა გააკეთე? გიორგიმ ჩამოხია, მაგრამ მე მხრებზე მყავდა შემომჯდარი, რომ მაღლა ფანჯარას მიმწვდარიყო. აი ხო ხარ ღირსი ახლა რომ აი ამ ნოსტიმოს წილის ბანკი დაგელოჯო ეგ მხრები. რა იყო სამშობლო მოწყვეტილი ხარ და კლასში 60 კილიანი ბავშვები დაგყავს მხრებზე შემომჯდარი. რა იყო შენ ვერ აქცევდა? ხო არ ჩაგრავენ შენ კლასში. ურას ჩაგრავენ, ისე და წუთი ბიჭო ვარ კლასში და იმ დღეს ყველა აცდენდა. აბა ნუცას ხარ შემოაჯდებოდა მხრებზე. არა ნუცას კიდე ეგ უნდა ახლა ისედაც დაბალი გემოგლობინი აქვს მაგ ბავშვს ჩაიკეცებოდა იქვე. ეს რა არის? ნოსტიმოს პომიდორის соуსი. დედა რა იაფია ეს? ჩადემიდი კალათაში. კიდე რაღაცა მოხდა. კლასის კარების საკეთიც გავაფუჭეთ და მაგის 3 ლარი მაქვს მისატანი. რას ნიშნავს გავაფუჭეთ? ომარიკო მაგას მონაწილეობდი? ნეტა ის არ მითხრა ახლა საკეთს ბლურსმები კბილებით დავაძრეო. საიდან იცი? მაგრამ ჩემინები თქვენი არავის არ დაუძალებია. ნუ წესაკ თუ გინდა მტკიცებულება ვიდეო გადაღებული. მაგ დღეს თავბრუე ხო და დაბალი გელოგნობინი რო აქ ცუდად იყო. მე გამაგიჟებ თქვენ ბოლოს და იგი იქნება. ხო ანასტასია. ოღონდ კითხვის წელი წამომიღირე ნოსტიმო. როგორ რა გაჭმევს მაგდენ წელს რო გადამრიე ახლა. დამაჭმევს და ურსულად ვერ მიყვარს და რა გავაკეთო? ვის დაემსგავს ეს უარგისები მე არ ვიცი რა. კოპიო მამა თქვენი ორივე. ძალიან ნერვიულობ, შემდეგი მე ვარ. კაი დამშვიდი ახლა. სამსახურის გასაუბრებას შედიხარ რაც რაზე კი არა. ვაცრას ვიკეთებდი გახსოვს, ლამს რო ჩააგდე ხელებში იმეკთანს. ვიფსიხსენებ შენ კიდე. შუარა მიყვან იქვე გავიგვიდავ თავს. გურგინიძე თეკლა მოგზანდით. აუ. მიდი. და იგივე თუ გასაუბრებას თავი გავიგუდო. გამარჯობა დაბრძანდით. თეკლა ხო თქვენ? გახლავარ. ძალიან კარგი. თეკლა ჩვენ ნახეთ თქვენი CV. ფურცელი რომელზეც სახელი გვერდა მისამართი ეწერა თქვენი. ამიტომ რამდენიმე კითხვას დაგისვამთ. გამოცდილება თუ გაქვთ? გამოცდილება ცხოვრებისეული კი ამ სფეროში არა. კარგით, რა გაძლევთ мотивაციას, რომ სწორედ ჩვენ სასტუმროში დაიწყოთ მუშაობა? мотивაციას ბევრი რამ აძლევს. პირველ რიგში ფული, ან ეს ღირება რაც მეკიდება და მეორე რიგში ადამიანები. ანუ ეს ხო სასტუმროა აქ მოდიან სტუმრები და უეჭვალო ვიღაცებს ყოფით და ძალიან მაგარი საჭირო მეკიდება ხოლმე. ნება. კარგი თეკლა, ამჟამად დაგემშვიდობებით. დადებითი პასუხის შემთხვევაში დაგიკავშირდებით. კარგით? კარგად ბრძანდებოდეთ. რაღაცი მოდის ლევან. დურანო. როგორ ჩაიარა? თავის გაგუდო ხوار მოგიწია. არა, ძალიან საყვარელი ხალი იყო და გიკავშირდებით და ესე მითხრა. ჩემზე უკეთეს ვის ნახავენ ხადა? არა, შენზე უკეთესი უნდა იყო მიღადავები. ვიზუალი შენ არ გაკლია და ვიზუალი და რა ვიკიდე? ესე იგი, ამ ხელა ახალი წლები გადავაგორეთ და ერთი არავინ დამხმარებია საქმეში. მომდეინ მეშინა დაგეხმარები მე. არა დედა გაჩერდი შენას დამეხმარები ისედაც ერთი კვირით მყავხარ აქ. კარგი ბატონო. უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ ამ სახლს კიდე ყავს ჩემ გარდა სხვა მუდმივი მაცხოვრებლები. დი მე რო დაგეხმარო? არა უმარიკო შენ ვერ დამეხმარები ამაში. ხარ მუდმივი მაცხოვრებელი, მაგრამ ვერა. Este, როგორ მინდა მიიღებს ტიპი ატყობთ. გავაკეთებ. მიხდი. აი მიდი, ხუსტალის ჩიქები გარეცხე. ესენი? Ups. მზიაბებო ჩამოვიდა, გამოდით ეხლა, ომარიკო. შემოდი დედა, შემოდი. დედა ლამსოლი განუწევი ამ კებებს რა არის ლიფტი ამ დამუშავებდეს. ბებო, როგორ ახარ? კუდება ბებიაშელი, კუდება, მე ვარ თქული. აუ, ბე ჩურჩხელები და ყველი ჩამოიტანე. რა ჩურჩხელები და ყველი, ბიჭო, ვაგოცე მეტი. მომეცეს ჩანთა გამოგართვა, შევიტანო. დედა, ეს ახალი ჩანთა იყიდე? სად ნახე ესეთი კარგი ხარის? რა ახალი ჩანთა გოგო, მაგით დავდივარ 5 წელია, გაწოთელია აგძედე. რა გაწვეთილი კაცო, ახალი ჩანთა. მაჩვენა დედა შემოვახედე. დედა ჩემი სეკოდენე. ვიღაც ხოსი ჩანთა მაგ წამოღებული გოგო, ხო ამბობდი შტარია მე ზღოლი მეთქედა. რა? ანუ ყველი და ჩურჩხელები არ არის?
რაც ხუცი ჩანთა მიღადავებით მანახი გაყსნა. აუტან საცმელია ვიღაცის. აღარ ვქნა. ნახე რა კაი ზედა ეს, აი. ბებო ფერი დაკარგა. დაიმე მიშველე. მიდი ნიშადური მოიტანე დროზე. გამარჯობა, ბებია ჩემია ცუდად. ყველისფერია სახეზე და იქ იმი გამოგვიქსავნეთ. და რა ებსეუბნება მომეც ტელეფონია. გამარჯობა. დედაშემ სწავლიდა გული და სასწრაფო გამოგვიგზავნო თუ შეიძლება. პაციენტი მზია ძოწენიძე. 64-ის. ანასტასია არ გამოფხიზლდა. იტყობა და მე. მიდი მათემატიკის პრობლემა მოიტანე და უნიავე. მიდი. დედა რა ამბავია ამ ავტობუსში. ამოდიო მარიკო. და მძიმე სუნი დგას. მე მგონი გაკუებული აქვს ვიღაცას. დედა რა სივიწროვეა და უჰაერობა. Панჯარა გადმოაღეთ რა. У моего ребёнка гаймарит, не открывайте окно. Не открывайте კი არა, открывайте. გამოაღეთ კაცო, ვინ არიან ესეთი? Вайме, აი ეს ბარათი რო დამიფიქსიროთ თუ შეიძლება რა. ქალბატონო, თქვენ თმებში ჩამივარდა ბარათი. რანაირად ჩაგივარდათ კაცო. ხო, აი ვიპოვე. დავაფიქსირო ბარე. ტაშში ჩააწყე ფეხები. სოდა ჩაყარე წყალში დაგილბობს კარგად. დაგილბობს. ლელა მოვდივართ ჩვენ. გოგო, მოვიდნენ სტუმრები? დასხდნენ? და ძალიან დამაგვიანებს მე ეს ავტობუსი რა. ხوار ჩამოვსულიყავი და ტაქსით გამოვიდოდი რო რამე. მაგრამ იმდენი ხალხი ამოსული, უკან დასახები გზაც აღარა მაქვს. ბაჩო თუ ვერ მოვედი მე დღეს, დაწექი უჩემოთ იცოდე. ტაბანოში შუქი არ დაგრჩეს. კაი. ვაიმე, ბავშვი დავკარგე. დასო. ვაიმე რა ხდება კაცო? ქალბატონო ბავშვი რა დაკარგეთ აქ, ვერ გავიგებ. მოძებნეთ მან კაცო, მან იქნება ჩაჭყლეტილი სადმე. აღარ ჩაიცვა იქ ფერსაცმელები. გიყროლებს კაცო ფერს ხო ხედავ. დერით ვერ მოვედით და რეკი აბალერა დეიდასთან გაიგერა ხდება. ვრეკავ ხო. ლელა რა შვებით, აი მოვედით მე მგონი ჩვენც ახლა. რა? წავიდნენ უკვე სტუმრები? დამთავრებულა დაბადების დღეამატიკო. დასო. დედა, კიდე ვერ იპოვეთ ქალბატონო ეგ ბავშვი? ვერა, არ არის დასო. მყავს მე დასო. დეწო ხელის გულია მერია და ეხლაც მაგ შეგრძნება. ბროდის ბიჭო, ღამე? რატო არ გამაღვიძე მე? რა ჭამე შენ გუში? შენ გაკეთებული კუჭმაჭი ჭამდა და მოუწევდე თავისი კუჭმაჭი. უყურე. ოქროსავით კუჭმაჭი გავაკეთე, ძვირფასი გაგიჯრალია ისე მოეწონა. ეს გარეთ რო იყო მაშინ ჭამა რაღაცა. აღიარე ეხლავე. შაურმა ვჭამე, მაგრამ პატარა, 12 ლარიანი აღარ მიჭამია. დედა რა შეღავათია და 9 ლარიანი არ მოგწამლავდა? დეგენერატო შენ. მე შენ არ მოგხედავ აგერიოს გული რაც კიდე ისკენ. ვაი, ეხლაც მე. არ მოგხედავ მეთქი. წადი გაიქეც დროზე ტუალეტში. ახლა მაინც დაუმიზნე უნიტას. იქნება მჯერად მაინც აღარ იყაროს ციცაკები მეტლახზე. ინდა ის რა ხარ ციცაკები ქონდა ნაჭამი? თლიანი ლუკმები ყლაპა მე მგონი. ხო, არა, მე მაგას შეჭი აღარ მეპარება უკვე. იმიტომ რატო იცი? ეს არის ხამი. მე ესე დავასკვენი უკვე რა. გეგონება ცხოვრებაში არ ენახოს შაურმა რა. სიკვდილი უნდა განათო მე შენ. აუ მეც რა უნდა მანაწრო. სწრაფად ჭამდი თუ ასომ დაგინახო კორპუსთან რომ მოდიოდი და ნახევარი შაურმა ერთ წუთში შევჭამე. ჩემი ბრალის ყოფილა, ხედა? აღარ აიდიო ხლა გული გამოდი. აღარ გერება გული. გადი, ტრიპა ჩოფეხა შენ უკვე. დაწექი მან დივანზე წამოწექი. ანასტასია შემოუტანა ის ტაშში დაუდე მან რა. თავში უნითავარ დღეს და დაუჯექი შენ თავი ცოტა. თავი და ანდერძი დავაწერინო კიდე. ისე კი ითვლის მე მგონი ბოლო წუთებს. ფუშე დებილო ბავშვო. ჩუსტებზე გადამარცხია. ნახე რა მაგ ჩუსტში. ციცაკა. აუ ვილიამ მაგრაციმა ეს ტიპი რა. დაახლოებით ისე როგორც მეკცე მე გუში. თუ გინდა გავმართოთ მეორე რაუნდი სანამ დედამოვა და ნახავ ვინც მოიქებს. მოვედი. რა შვებით კიდე ხო არ იჭხუბეთ თქვენ? ვაიმე გუშინდელი აღარ გაიმეოროთ აღარას დროს. თორე ნოკაუტი მერე ნაკეთ თქვენ რა. თუ ორ წუთში და გვანოკაუტებ ორივე ილიათოფური ეს რეკორდს მოხსნი. რა გადი ეგ გამოიტანე? რა ვიცი მაღაზიაში შეხლა და მეთქი წავუღებ თქვა კონსულტანტმა რაღაცები ამოდის შიგნითო ხო მინი კუბი ქვია. ბიჭისაცაა და გოგოსიც. აუ მაჩვენე. აუ რა მაგარია. ანასტასია მიდება ჯაშენი გახსენი.
აუ რა მაგარი ტიპია. აუ მაჩუქე. ხამივით ნუიქცევი ხოლმე რა. გახსენი 2 წელი გაკეთა გექნება შენი. აუ რა მაგარია. დაიცა კიდე რაღაცა. ოი, ბლომად რაღაცეები ყოფილა. რა საკეთებ, გოგო? ყოვიდი მაგ და ფილტვების სავარჯიშოს ვაკეთებ. რას უნდა ვაკეთებდე ბუშტია უბრალოდ. აუ ნახე თხის რაღაცა მოვიდა. ილია თოფურიას ხის ფიგურა. შეიძლება მეორეში დვალეშვილი იყოს, იმასაც გავხსნი. აჰა, გიყიდი მერე კიდე, ხო? მთელი ზაფხული გვექნება აქციაო კონსულტანტმა მაღაზიაში. ხო, აი მე ლიასთან გავიდე, მე ყაბა დავაქვევინე და გავუტანო. ამას თიკლებს ვაჩუქებ, გულგატეხილია და მოიწონება. დვალეშვილი წამოვივიდა. რა მაგარია. და კიდე მაგნიტია. ინგლისური დასოა ეს. დურაკი რო ხარ, ალბათ მაგიტო ამოგივიდა. დურაკი. აუ ეხლა მაგრაკცე. სადარბაზოში გამოდიოდა თქვენი ცივილ-კივილის ხმა. დეგენერატები ესენი რა. პირველი გადმოვიდა იერიშზე, მე უბრალოდ თავს ვიცავდი. მაგრამ დაგიცავს თავი კი. მუშტი ჩამარწყადე. ძეკბილია მწკივდა, ჩაჭიანებული როა. აუ უყურე ეკრანს მთელი დღე და უარეს დაგემართება. ეკრანი კბილთან რა შუაშია? კბილით კი არ უყურებს ტელევიზორს. ესე გეგიმთან გამიხდი წასაყვანი რა. შეგეძლოთ იქით ჩხუბოთ ფილმს უყურებ მე მგონი. ეგ ჩემი ზელატოსია სატიპოე. სადა შენ ტრონსკების უჯრაში გქონდა ჩამალული. ეხლა რა გინდა მაინც კბილი გტკივადა. კარგით ირმა ექი მოწამოვალთ მაშინ უკვე. დასაბლომბი ხო. ვერ მინდა მე მაგექიმთან. რაღაცნაირი ქალია მაშინებს ხოლმე. ძალიან კარგი ქალია ნუიგონებ რაღაცებს ადაკი ჩაიცვიმიდი. აბა ვნახოთ. აუ სულ მომსპარია კბილი რა გიქნია ბიჭო ეს. ეს ეხლა ბოლომდე უნდა გავბურღო, მე ამოვასობ თავებ და დავპლომბავთ რა. აუ გავბურღავოდი. ის თუ ბურღავე გადაწეკი მანდ რა. აუ გოგო იბო ლექტორი არ მოდის მე მგონდა შაურმებზე ხوار გავგაზოთ. Ay, hola chicas, había una reunión, perdonadme por eso he llegado tarde. Ya empecemos. Vamos a jaragoniero გავიგეთ ყველაფერი. რა ვერ გაიგეთ ამოგვიანდა, იმიტომ რომ შეხვით რა იყო. Gracias. მოდით დღეს გქონდეს გამეორების დღე, მე დაგისვამთ რაღაც მარტივ კითხვებს და როგორც შეგეძლებათ ისე მიპასუხებთ, ხო? რა თქმა უნდა, შეცდომებით შეგეძლებათ რომ დაუშვათ. კარგი, მოდი აი ნინი შენგან დავიწყოთ, ხო, ჩემო კარგო. Vale, dime ¿cuántos años tienes y de dónde eres? Soy Nini, tengo 18 años y soy de Tbilisi. La pronunciación es muy importante. Está enUnda Gitva. Tengo 18 años, Tara, tengo 18 años. Joim Tore Hegrigamo, Vidor Kametis Lisriar, Mabatieta, Trameti Ukanarika. Raki de Isik Martaliudkums. კარგი, შემდეგი შეკითხვა ანასტასიასთან მექნება, ხო? სხვადასხვა ძალიან კარგად დამინწერა შუალედური თითქმის მაქსიმალურ ქულაზე, ხო? Კარგი, Anastasía, tú dime ¿dónde y con quiénes vives? Გასაგებია. Მოკლედ, en casa somos 3. Mi madre, mi hermano y yo. ზოგჯერ ბებიო ჩემი ჩამოდის ხოლმე და ეგრე 4 ვართ. Muy bien. Ay, Margo rato წერს ერთი წა. Vaime. Madre mía. Ay, ბავშვებო. ჩემი ესპანელი მეგობარი გაუტანია მანქანას. 1 წუთი 5 წუთში დავბრუნდები რა. Marco, ¿qué pasa? Dime, tengo una clase. აუ ბავშვები პიკა მანქანას გაუტანია და არ ამგონია რომ ლექცია ჩაატაროს. საშაურმეში ხوار გავგაზოთ. ჯე ჩვენ კარებთან ისევ ზაღლმა მოფსა. დედა მაგ ზაღლმა ხო გადამიყოლა კიდე კაცო. სპეციალურად ამოდის მესამე სართულზე. მიფსავს კარებთან და მიდის მერე. ჯიგეთაც მოფსა და მე გადავიდეთ. ხე ვაჭამე მერე მაგ ზაღლს და ისე გავუშვი. აი რო აჭმევ მაგიტო მოდის რა. მაგასაც ვეღარ ვფიქრობ უკვე სულ ეს ევროპა და რუსული კანონი მიტრიალებს თავში. ანასტასია რამე სიახლე ხო არ არის? მიტი სიახლე რაღა გინდა? გვინდა ევროპა და გახსნილი გვაქვს ფანჯარა ევროკავშირის შესასვლელად, მაგრამ ეს კანონი გვაფერხებს. ევროპელები ამბობენ ამას, თორემე კი არ ვიგონებ.
90% მე საქართველოში ევროკავშირში შესვლა უნდა. თან დამოუკიდებლობის დღე როა დღეს. ეგ დამოუკიდებლობა რო გიყვარს, მაგიტო გვინდა ევროპა, მაგიტო უნდა ავიმაღლოთ ხმა ყველა. თორემ მე ჩვენ მეპარებ რომ მაგათ იქნება ყველაფერი. უბრალოდ უნდა გავუძლოთ ახლა ყველა ამ რაღაცა რთულ პერიოდს. მეც რთული პერიოდი მაქვს. ყველა საგანში მაქვს დასაწერი დავალება და სამი შემაჯამებელი კიდე. ნიტა ამის პრობლემები მომცა რა. აქციაზე კიდე უნდა გავიდეთ ლიადეიდე და გამოკვევი. ოღონდ ის ბლინები უნდა წამოიღო უეჭველი. აუ ყველაზე მაგარი იცით რა არის, რომ ამ მოვლენებმა ერთიან სამოქალაქო საზოგადოებად გვაქცია, გაგვაერთიანა. აი ეგ სამოქალაქო საზოგადოებაა და მედია, რომლის წყალობითაც უნდა შევასრულოთ ის 9 თითება და შევიდეთ ევროკავშირში ახლა. წავიცი ახლა მეც ბლინებს გავაკეთებ რეცეპციას 9 თითებით. ანასტასია ძალიან კარგი ყავა იყო, პროფესიონალი ხარ. ნიტა ჩვენ ქვეყანასაც შეესრულებინა ეგ დროულად. არა უშავს ყველაფერს თავისით რომ თავი რო სწორ გზაზე გავარ და ყველაფერი კარგად იქნება. შემაჯამებლები თუ ვერ დავწერე, ვერ იქნება ყველაფერი კარგად. ის ბავშვი გააჩუმეთ. აუ ირაკლის დაბადების დღე მოდის ხო გახსოვთ? საჩუქარ გვაქვს მოსაფიქრებელი. სად მე გაიპარება იმედია წელსაც. აუ ძალიან გთხოვთ შარშანდელი არ გამახსენოთ. რა ტიპის სახში რა დავადეკი და თვითონ რო არისო. დეგენერატ მოკროაშულმა ამერიკი და მე ჩამაყოფინე ტორჩი თავი. ორი დღე ნესტობიდან კრემს ვიცხლიდი. ნიკასთან და სოფიკოსთან ერთად დატყდება ისევ სადღაც და მე მგონი რომ საერთოდ არღებს არაფერს ყიდვა. სახში დადგომა ხო მით უმეტეს. ან შეგვიძლია რომ ტორტი ვიყიდოთ და ჩვენ ვჭამოთ. ტორტზე მეტად ამ საყვაროში მხოლოდ ძილი მიყვარს. აუ კროშულის თორი ნახეთ. მანქანაში რეჟის და ვიღაც ბიჭს სამის ბაყობზე რო უდევს ხელი. იცით რა მეთქი მეწერა? ცელულიტის მასაჟები თუ გინდა სალონში იარეთ ხო? და მე გადაიფიქრე ხო თმებით რეები რო გაგახსენდა. გახსოვს ორი დღე ყბარო გტკიო და მაგ ჩხობის მერე და მარტო პიურე რო გეჭმეოდა. ხო, კარგად მახსოვს რომ მოვინახულეთ ტორტი მიუტანეთ თეკლასაც, მაგრამ არ იჭმევდა და ისევ მე შევჭამე. სპეციალურად ვქენი. აუ ნიკას მივწერე ხო იცით რა შევით ირაკლის დაფთხეზე თქო და ჯერ არ მოუწერია. დილით მიწერე შენს? არა ეხლა 40 წამის წინ და ტიპი მაიგნორებს. აუ მაია მასწავლებლის დაბადების დღეს როაზე გრამე უნდა უყიდოთ უეჭველი როგორ უყაროთ ჩვენ სამი. მე ვიფიქრე უკვე მაგას და ძალიან მაგარი შარფი ვნახე ერთ-ერთ გვერდზე. დაიცა დასკრინული მაგ. აი ის რა არის? უგიმონოების გვერდი დასერჩი თუ სად მიაგინი ამას? არ მოგწერე შენ ნიკა? არა და იმედი გადამეწურა უკვე. აუ მაია მასწავლებელი შეგვიძლია რომ ტორტით დავადგით ღამე. მაია მასწავლი ალერგიული კრემზე და ძალიან გაგეთიცი ეგ მე მგონი შენს ხო? ხო რავი. აუ თუ არ გამოდიან ბავშვები მარტო ჩვენ როგორ ვითამაშოთ დამალოვანა. ცოტნე როგორც ყოველთვის დედამისმა კოჩრი წაიყვანა სახში. ეგ ვერ გამოვა, შანსი არ არის. აი ლიზი მოდის. ლიზი რა მოიტანე? დაგინახეთ ფანჯრიდან მარტო რო იცხედით და მარტინის მსესუმზი რა მოვიტანე. თან ცოტნე სახლიდან წივილ-კივილი გამოდიდა და ვეღარ გავუწელი. გახსენია ხოს. აუ რამხელა მარცვლებია შიგნით. ყავაც არის, ამას მე წავიღებ რა. აუ ხელი არ ჩაყო შიგნით. ცუჩი კონდა წეხანთით. მონაწოდე მეც დავიღე. აუ დედა ჩემ იცით დღეს სამაგარი ტორტი გააკეთა, ძალიან ბევრი ჭამე სანამ აქ ჩამოვიდოდი. ომარიკო დედა შენი სყირილიც გამოდიოდა თქვენგან, ეხლა რა ჩამოვდიოდი კიბეებზე. ხო, ალბათ ანასტასიას ეჩხუბებოდა. თეკლა და ეგენი გუშინ მანქანით დაიმტვრდნენ და ალბათ მაგიტო. მაგრამ ანასტასია რო სახში არ არის. შეიძლება ისე ჩხუბობდა, ისე ჩხუბობენ ხოლმე დედები. ხო, ეგეც მართალია. ალო, ომარიკო შენ შეჭამე ეს ტორტი? კი, ძალიან მაგარი გამოგივიდა ყოჩახ. აი ყოჩახს მოგწემე. სტუმრებისთვის გამოვაცხე ბიჭო ეს ტორტი. ნორმალური ხარ შენ იმდენი ვითვალე ტილიდან. ამოთით უნდა ბიგასტიკუდილო სახში შენ. დაჩიშკნილია სულ ტორტი რა. აუ რა ხდება ომარიკო, ფერი დაკარგე. დარხეული მაქვს. 3x6 16, 3x7 17. აუ ჩამოიღო კარები ვიღაცამ რა. ხოდა გავიღე მე. დეგენერა. ანასტასია მე ვარ. ომარიკო ნახე პარკში უბილენი პეჩინე გიყიდე შე რო გიყვარს. ჩიკო რა ხარ? დავადგა ყავა. აი მე გოგო დავლიო უკვე 4 ჯიგარა იყო არ მიცნობ. ეშები არ წავიდეთ ჩვენ. აუ საწამოვიდე ღადაო, ბინგან დამიტოვა ჩემი ძამა. აუ ტეხავს, მე რო დავებაზრო. ომარიკო, მე და შენ და რო ჩავიდეთ ეხა ქვემოთ, ბესიდკაში. ჭკვენად ხო იქნები. წადით ხო, რა ვიცი. ქართული შემაჯამებელში ერთი ქულა მივიღე. რაიმე რა ერთი ქულა ომარიკო რა დაწერე ეგეთი? ჩემოუწერეთ და მასწავლებელმა საერთოდ არ ქონდა გააზრებულიყო. აცენილი იყავი ყველაფერსო.
დედა ჩემი არა ალაპარაკო, თორე ვის რაც და თავის დროზე გაიგებო ასე უთხარი. რეებს ლაპარაკო, არაფერი არ უთხრა კაცო. ისე რომ იცოდეთ ერთიანებს ბოლო დონის მოსწავლეებიც აღარ იღებენ. ხო, ახლა მარიკოს არა ჰუმანიტარული ტვინი, უფრო ტექნიკური. ხო, აშკარად ტექნიკური ტვინი აქვს, ბუდღნის მათემატიკას. ვაიმე, მომიტანე ერთი მარიკო ეს შენი რვეული, რა დაწერე, აბა ვნახოთ. აჰა, თემა გავაკეთოთ სიკეთე. ამას რა დაუწერია? თუ სიკეთეს არ გავაკეთებთ, მოვკვდებით. რა იყოთ? სოფელში რო ცხოვრობდა რობერტიძია და თავის სახლის წინ თამაშს გვიშლი და ხომ მოკვდა. მე ეგ მაგის გამო კი არ მომკვდა რა, მარიკო, პრობლემები ქონდა კაცო ჯანმრთელობის. ოდიალესე იყო. მაგრამ ვიკით кайხნის წინ გარდავიცვლებოდი. მარიკო, შენ კიდე დასჯილი ხარ დღეს, შეხვალ შენ ოთახში და ცხვის არ გამოყოფ მანდედან. იღებს ბიჭი ერთიანებს. ვეხლა შენც არ აკეთებს სიკეთეს. მართალია, ინგა ხო იცი რა მოყვება მაგას. აბა ეხლა ორივე თქვენ ოთახებში? რეებს ამბობენ და იჯერებენ რა. ძე გარგარში მატლი ვიპოვე. და რა მატლი იპოვე, მარიკო, არ გამაგიშო, ოქროსავით გარგარი ვიყიდე. ვიპოვე, შეხედე. ოღონდ ნახევარი მატლია და მეორე ნახევარი სად არის? შენ კუჩში, ალბათ ნახევარი გადაყლაპე უკვე რო ჭამდი. ფუ, მატლი გადავყლაპე. ძე რა ვქნა? მიდი სოდიანი წყალდალია და თუ რამე ცუდი იქნება მოკლავს. რა ვიცი მიზეთი მწიფე შემოვდა. იქნებ საერთოდ არ იყო ეგ მატლი ცუდი. იქნებ კეთილი იყო. ნუ ლაპარაკობს სისულელეებს ერთ შენი ჭირიმე რა. კეთილი მატლის ადგინახია, ვერ გავიგე. მე სხვა გარგარს აღარ შევჭამ. იმაშიც რომ მატლი იყოს. რაში უნდა იყოს ბიჭო, მატლი 5 ლარი გადავიხადა 1 კილოში. სუჭიანი გარგარი მიყიდი. გარგარის გამყიდველი ხვალ ცუდღეში აღმოჩნდება. სკანდალი რო დაატყდება თავს. და ვინ შეჭამს ახლა ამას რა. ინგა. მოდი ლია აქეთ ვართ. ვაიმე, ისეთი გარგარი უნდა გაჭამო ოქროსავით, დაჯექი. შეხედეთ კაცამა კვერცხი დადო. ის რა გზეთ? სკინტლი და გილოცა უკვე ხელებზეც გაგ. შეხედეთ ამ კეთებს რა მაგარი კოჭორი აქვს. რა კაია ისე სოფელი, სიმშვიდე, სიმწვანე, სუფთა ჰაერი. და რას უნი მოვარდა, კაცო? მეზობლის საღორიდან მოდის მე მგონი, დილით მე შეშფოთებული ვიყავი. ყავის ურმაც ვერ გადაფარა. მე საკათმეში დილითაც ვიყავი. დილაუთენია რა გინდოდა ბიჭო საკათმეში? ისე უბრალოდ არაფერი. სკინტლიანი ხელებით ნუჭამ ბიჭო. უყურე რა. შეხედე ეს კეთამი საერთოდ მელოდია. ისეთ მეფს ხო ინერ გამეხობ და ბუბული რო გადაუნერგოთ ამას, უბრალოდ დონორი კეთამი უნდა ვიპოვოთ. ის ყავისფერი გამოდგება მე მგონი. მიდი რა მეც გამიჩნდე ზელატოს წინ. აღარ არის ეს ბოლოა, მეტი აღარ ამაქვს. რაღა ეკნება გაზი და გუშინ ბავშვებში რაც კი წამოღებული ქონდა. სულელი. შეხედე დონორი მკვერცხი დადო. დონორი სახელი კი არ არის მაგ ქათმის. მე სახელი მეკონა. აიმე ნუ გაყაყანეთ კაცო, მთელი დღე უნდა არ გქეთ, ხა საწავიდა ზელატოსი. დილით დავმარე საკათმეში და აღარ დამხვდა. მარტო კაღალდი იყო დარჩენილი. ალბათ დონორიმ შეჭამა. თან სიმინდი ხო ახატიაზეთ შეფუთვას. ინგა კარტოფილს ამოურიე რა. ადექი და ამოურიე, კაცო. ანცალია მე. ზუმერის ფილტრს ვაკეთებ. უბნის კოლორიტი, რა თქმა უნდა, ბესეთკაში. დაქირავებული თამა და ეს თეკლა დირექტორის მოადგილე. კაპიბარა რა არის? რა მაგარი როჟა ჩანს. აუ, კისერი პროსტა. წინდების დამწყვიდებელი ინგა, ამიტომ პანდების მომვლელი ვარ. ბრაზილიური სერიალები არ მევასებოდა. შადრევნის ქორეოგრაფი, არაბუზების მთლელი ვარ. შხაპის მომღერალი. ტომ კრუზი არ მევასება, ამიტომ უბრალოდ კარგი ადამიანი გამოვდივარ, რა ვქნა. უბნის კოლორიტი. პანდები თუ კაპიბარა. კაპიბარა ძალიან დამევასა. პინგვინების გადამტრიალებელი თუ ბუზების მთლელი, ალბათ პინგვინები. ხბერთო გავიჭედი. კაპიბარა თუ უბნის კოლორიტი. კაპიბარა იყოს შხაპის მომღერალი. კაპიბარა ძალიან მაგარია.
ინგა კაპიბარა გამოვდექი. ომერიკო გამოადგი ფეხი. მურშინ მოყვიდე ფეხლა. მოვდივარ ხო? ანასტასია სათიბი ოქროსია? არა, მაგრამ ოქროზე ძვირი ღირს. მის მინე ერთი შარვალი და ორი შორტი უნდა გიყიდო, ხო? ხო, შარვალი ლუკას დაბადების დღისთვის და შორტები ისე. აი მაღაზიაში შევიდეთ. გამარჯობა, ბავშვებისთვის თუ გაქვთ შარვლები და შორტები? 13 წლის არის. 11 წელზეც გვაქვს კი. აი აქ არის შარვლები, ეს ჩაყოლება და უკანა მხარეს არის მერე შორტები. გასაგებია, მადლობა დიდი. ომერიკო მიდიაბა არჩი. აჰა, გამგიცრეკავს. ხო ინგა. ანასტასია რაკენით არჩიეთ რამე? არა, ვარჩევთ ჯერ. მომის მინე ის დიდი განიერი შარვლები რო ეგენი არ უყიდო, მინარები არ მომი. კაი, ხო დაგვაცადე ახლა ცოტა ხანი რა. ომერიკო მიდიაბა ეს ნახე. მგონი რომ რაღაც შენი სტილია. რა სტილი საერთოდ არ მაქვს. კაი, ხო გავისინჯო მაგას, ოღონდ გამომყევდი ეგ დადექი. აი მან შედი. აუ ზელატოსი დამიჭირე და. აუ ვაშე ჭამო. კაი, ხო არ შევჭამ. მან დადი ეგ შარვალი. აუ ბეტმენის ტრონსიქს გაფიცებო რა. აუ ისე ვინ გარიკავს. ხო ინგა. არჩიეთ რამე გოგო? კი აი ახლა ისინჯობს და ეცე კამერა შევატრიალებ. მაჩვენია. ნახე. აი ბეტმენებიანი დრონსიკი რო ჩაუწვია. რაკთა მოერგო შარვალი? მე მგონი კი. აბა ვნახოთ. უი ეს როგორი ბეტმენებიანი ტრუსი გაცვია. აი წემიდიაბა შარვალი. აი მე ამას უნდა ერთი ზომით დიდი. თქვენ დახართ ხო ამ ბავშვის? გამომყევი და ერთი ზომითიც გამოგეტან შარვალს. ანასტასია, მალე მოდი ასე ხო არ ვიდგები აქ. აი მე რომელ გასახდელში აი აქ შევა. დაკავებულია ეს. უი ბეტმენის ტრუსიკებიანი ბავშვია. თეონა ბოგვერზე შედი.